მე ვენახეობას 2008 წლის შემდეგ მოვკიდე ხელი. გავაშენე ვენახები. ჩათვალეთ, რომ აქ სარწყავის სისტემა აღარ არსებობდა რა. იყო გაძარცული, დანგრეული, გაოხრებული. დიდი პრობლემები ჰქონდა რა. აი ვენახებს რო უყრიდით, ცისტერნით ვეზდებოდით, ქირაობდით ტრაქტორს, ქირაობდით ცისტერნას, სოფლიდან ჩამოქონდა წყალი და ვწყავდით ახალშენ ნამყენებს. როგორმე ეს ნამყენი გაგვეზარდა და გვექცია ვენახებად. 4-ჯერ, 5-ჯერ უნდა მორწყვა. თითო მორწყვა მიჯდებოდა სადღაცა 500-600 ლარი. ეს 6 გექტარი რომ მომერწყა, უნდებოდი 2-3 კვირა. რაც ეს სისტემა განახლდა და მოგვეწოდება სარწყავის წყალი, მას შემდეგ ამოვისუნთქეთ. ყოველ 50 მეტრში გიდრატი დგას გახსნით. წყალი მოდის სარწყავი. ნიადაგის მორწყვა, საერთოდ ვენახების მორწყვა თუ იქ სიმინდი იქნება თუ რა კულტურაც არ უნდა იყოს, აუცილებელია. ადრე ამდენ მოსავალს ვერ ვღებულობდით და მოსახლეობას უჭირდა. რაც ეს სისტემა გაიხსნა და ამუშავდა. სოფელსაც შეეწყო რა, ხალხს აღარ უჭირს ისე. მოსავალს 10-ჯერ მეტს ღებულობს. რა თქმა უნდა, მოსახლეობამ ამოისუნთქა. შედარებაც არ არის ძველ დროსთან.